რაც შეეხება თავად რეგიონებს, როგორც თქვენც ხედავთ, სიაში ნომერ პირველი ეს არის დასავლეთ ნახევარსფერო და პრიორიტეტული იქნება შეერთებული შტატებისთვის. ამ, ასე ვთქვათ, ქვეთავში ნახსენებია ის, რომ შეერთებული შტატების მიზანი იქნება, რომ მისი გავლენა გაავრცელოს მთლიანად ორივე ამერიკის კონტინენტზე და არ დაუშვას გარე ძალების, გარე გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესების გახორციელება და შემოსვლა ამ რეგიონში და აქვე ნახსენებია, რომ ეს არის მონროს დოქტრინის გააქტიურება, ეს ტრამპისეული ხედვა ამერიკების მიმართ. მე ამის შესახებ ვისაუბრე ერთ-ერთ ვიზირის ეპიზოდში, რომელიც ვენესუელას ეხებოდა და აქ ახსენებს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ტაქტიკებს, როგორ უნდა იმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა და გამოკვეთილია ორი მიმართულება, ეს არის enlist და expand, enlist-ში იგულისხმებოდა ის, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოყოს ის სახელმწიფოები, რომლებიც არიან მისი პარტნიორი ქვეყნები დასავლეთ ნახევარსფეროში და მათთან ითანამშრომლოს ეკონომიკურად, კომერციული კუთხით, უსაფრთხოების კუთხით, იგივე ნარკოვაჭრობის, ადამიანების ტრაფიკინგის შეზღუდვისა და აკრძალვის მიმართულებით, ხოლო expand იგულისხმება, გაფართოება იგულისხმება ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ამჯერად შეერთებული შტატების პარტნიორები, მათთანაც უნდა იმუშაოს შეერთებულმა შტატებმა და მათ აღქმაში შეერთებული შტატები უნდა გახდეს არა როგორც მტრული სახელმწიფო, არამედ მეგობარი, რომელთანაც იგივე ტიპის ურთიერთობები ჩამოუყალიბდება, როგორებიც აქვს აი ამ enlist-ის, პარტნიორ ქვეყნებს შეერთებული შტატების მიმართ. აქ მაგალითად აგულისხმებია ისეთი ქვეყნები, რომლებიც აწლეულებია შეერთებული შტატების საგარეო რეგიონული პოლიტიკის წინააღმდეგები არიან, ამ შემთხვევაში ვერ გავიქცევით ვენესუელას, ნიკარაგუას, კუბას და სხვადასხვა ცვალებად ლათინური ამერიკის ხელისუფლებებს, მაგალითად ახლა შეიძლება ვახსენოთ კოლუმბიის მაგალითი, რომელიც ყოველთვის იყო ამერიკის მოკავშირე სახელმწიფო, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებიცაა, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ. აქაც საკმაოდ ასე ვთქვათ, მოცულობითი ნაწილია დათმობილი ამ დასავლეთ ნახევარსფეროზე და ეს იმას ნიშნავს, ესეც გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები გრძნობს საფრთხეებს სხვა გეოპოლიტიკური აქტორების მიმართ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური გავლენები და კომერციული გავლენები გააფართოვონ მის, ასე ვთქვათ, აი ამ მონროს დოქტრინის რაღაცა უკანა ეზოში და ამ საფრთხეების შესაკავებლად არის, გახდა შეერთებული შტატებისთვის დასავლეთ ნახევარსფერო პრიორიტეტული. და აქ ასევე ნახსენები იყო ის, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოახდინოს და თავისუფალი წვდომა უნდა კონდეს დასავლეთ ნახევარსფეროში იშვიათ მინერალებზე, წიაღისეულზე და სტრატეგიულ ლოკაციებზე. მოგეხსენებათ ტრამპის პრეზიდენტობა დაიწყო იმით, რომ მან პანამას მოთხოვა არხის კონტროლის ჩინელებისგან ჩამორთმევაზე და შეერთებული შტატების დაბრუნებაზე. ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო ამ შემთხვევაში.